20-მდე მოქალაქე დღეს ქობულეთში ყოფილი ბავშვთა საავადმყოფოს შენობაში შეიჭრა. თვითნებურად შესახლებულები განმარტავენ, რომ ტერიტორიას მანამ არ დატოვებენ, ვიდრე ისინი საცხოვრებელი ფართებით არ დაკმაყოფილდებიან. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. უწყებამ ძალოვანებს შესაბამისი რეაგირებისთვის უკვე მიმართა. შესახლებულთა უმეტესობა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. მათ ცოტა ხნის წინ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა, რამაც ჯინჭარაძის თქმით სამინისტრომ დევნილების პრობლემების შესწავლა უკვე დაიწყო. შევიკრიბეთ აკის დევნილები, რომელმაც 7000-ით ვერაფერი ვერ ვიყიდეთ. ამჟამად ყველანი ვართ ქობულეთის ტერიტორიაზე ვცხოვრობთ და ყველანი ვართ ქირით. ტერიტორიის დატოვებას არ ვაპირებთ. როგორც პატონმა რამას მობრძანა, თქვა რომ ქირით, მაგრამ ჩვენ ქირით არ გვინდა როდემდე. გვინდა რომ ჩვენი საკუთარი ფართი გქონდეს, თუნდაც თითო ოთახი მოგხდეს, მაგრამ ჩვენი საკუთრებაში იყოს და ჩვენი იყოს. უმეტესობა არის კომპენსირებული ოჯახები. თქვენაც ნახეთ რომ ჩამოსულები იყვნენ დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები, შესაბამისად აი გადავხედავთ ციებთა კანონის პარაგრაფებში, რაც კი სახელმწიფოს პროგრამა გააჩნია და რაც კი სახელმწიფო დევნილების მიმართ იმ პროგრამაში ჩაჯდებიან, შესაბამისად ყველანაირი ყურადღება მიაქცევათ ამ ოჯახებს და შესაბამის კონტროლზე იქნებიან იგი აყვანილი, ხოლო რაც შეეხება თვითონ დევნილების აღიარებენ, რომ ეს არის კანონდარღვევა.